ვან გოგი, სწორედ ნიდერლანდებიდან არის. უკვე რამოდენიმე დღეა ვცდილობ დავჯავშნო ვან გოგის მუზეუმი და ვერაფრით ვერ მოვახერხე. ასე რომ მეგობრებო, თუ გადაწყვეტ ვან გოგის მუზეუმში სტუმრობას, აუცილებლად დაჯავშნეთ 2-3 კვირით ადრე. ვან გოგის მუზეუმთან ახლოს მდებარეობს არაჩვეულებრივი ადგილი რაიქს მუზეუმი. ძალიან გამიხარდა, რომ ბილეთის ყიდვა ადგილზე სრულიად უპრობლემოდ შევძელი და დიდხანს ლოდინიც არ დამჭირდა. რაიქს მუზეუმი ნიდერლანდების ეროვნული მუზეუმია, სადაც თავმოყრილია ქვეყნის ხელოვნებისა და ისტორიის უძვირფასესი მემკვიდრეობა. განსაკუთრებით მომხიბვლელია უძველესი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკუნეების ისტორიას ინახავს. მუზეუმში ასევე ვნახე მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ოსტატების რემბრანდტის და ვან გოგის ნამუშევრები. ნამდვილად გამორჩეულად დამამახსოვრდა ის მომენტი, როცა მივედი ვან გოგის ერთ-ერთ ორიგინალ ავტოპორტრეტთან. ეს ავტოპორტრეტი ვან გოგმა დახატა 1887 წელს პარიზში ცხოვრების დროს. ეს იყო მისი თვითგამოხატვის პერიოდი, როცა ექსპერიმენტებს ატარებდა ფერებითა და სტილით. ვან გოგის სტილი იყო ემოციური. ნათელი ფერებით და მკვეთრი ფუნჯის მოძრაობით ის ხატავდა როგორც გრძნობდა და არა როგორც ჩანდა. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ მან გზა გაუხსნა იმ სტილს, რასაც მოგვიანებით ექსპრესიონიზმი ეწოდა.